ქართული ოცნების ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია წინა საარჩევნო პროექტის ფარგლებში დღეს ჟურნალისტებს კოალიციის პროგრამის ეკონომიკური ნაწილი გააცნეს. ძირითადი პრიორიტეტები ნოდარ ხადურმა წარმოადგინა. სოფლის მეურნეობის განვითარება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, სიღარიბის აღმოფხვრა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის პრიორიტეტები, რომლებსაც კოალიცია ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განახორციელებს. ხადურმა კომუნალური გადასახადების შემცირებაზე, ჯანმრთელობის დაზღვევასა და საპენსიო უზრუნველყოფაზეც გაამახვილა ყურადღება. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების წინა საარჩევნო პროექტი, რომლის ფარგლებშიც არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია საკუთარ ეკონომიკურ ხედვას წარმოადგენს. საარჩევნო ბლოკ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების პრიორიტეტი არის სოფლის მეურნეობა, დასაქმება. ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგამთ სერიოზულ ნაბიჯებს. ეს არის ის, რომ დასაქმებისათვის აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა, ინვესტიციების მოზიდვა კი წარმოუდგენელია სამართლიანი გარემოს გარეშე. ამიტომ პირველივე დღეებიდან ჩვენ დავიწყებთ სასამართლო რეფორმას, სასამართლო იქნება სამართლიანი, დაცული იქნება გარიგება და საკუთრება. ფიქრობთ, რომ მომავალში თუ ეს ძალა მოვა ხელისუფლების სათავეში, კარგი საშუალება ეძლევა და შესაძლებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და ექსპერტებს, რომ ასე ვთქვათ, მონიტორინგი გაუწიონ მათ მიერ განხორციელებულ დაპირებებს.